რამბებია, ნიკანდრო, ბატონო. როგორ გზანდებით? რა მიჭირს თქვენ ბრწყინვალება? მადლობელი ვარ. აგერ მოკლევის შედეგებით გიახელით. ეს მოკვლევა თქვენ ბრწყინვალება ვეხება ჟანდარმერიის გაუნწებელ მუშნის ზარანდიასა და აბრაგდათა თუთაშხეს ურთიერთობის საკითხს. დიახ. რა ერკვევა? არაფერი. კილიას მასალების ამასვე ადასტურებენ. მუშნის ზარანდია დღიდან ჟანდარმერიაში სამსახურისა თავის ბიძაშვილთა რაიმე ურთიერთობაში შემჩნეული არ ყოფილა. მოგახსენებთ თქვენ ბრწყინვალება. მუშნის ზარანდია სახელმწიფო და საიდუმლო სამსახურშია. რომ არ უნახო ჩემი მამიდაშვილი ამ დღე მოკვდები ან ხამევა ასეც არ გაივილებს გულში. კარიერას არ გაიფუჭებს. ასია ეს. დათა თუთაშხია არის და ეშმაკი და ოხერია დასწყელოს ღმერთმა. არ ნახავს მუშნის ზარანდიას არაფრით. სამსახურში არ წაუხდეს რამეო. მარა არის ერთი საქმე. გავიგონე რაღაც ისეთი შემოწმება ვერ ხერხდება ამ ცნობის. და არ შევიტანე მოკლევის მასალებში ამიტომ. რა არის მაინც? კონტრაბანდისტების საქმე თუ გახსოვთ თქვენ ბრწყინვალება. მუშნის ზარანდიას ფლად პირველი საქმე. რა თქმა უნდა. ზარანდიამ იქ ერთი ებრაელი დაიჭირა. გვარის კი მახსოვს კაცობაშვილი. დიახ თქვენ ბრწყინვალება. ღმერთო დიდებულო, რა მეხსიერება გაქვთ? როგორ დაიმახსოვრეთ გასაკვირს ვარ. ვეშმაკობთ. არა თქვენ ბრწყინვალება. როგორ ვიკადრებთ თქვენთან ეშმაკობას? დიახ. და იმ კაცობაშვილის შვილი ისაკი და კიდევ ერთი თლად უფროსი ძმა. უსინათლო მორდუხაი მივიდნენ მის ცოლთან. და 7000 მანეთიანი ბრილიანტის საყურეები დაუტოვეს წყნად. ასე ამბობენ. ნიკანდრო ბატონო, თავს იზღვევთ. რას ბრძანებთ თქვენ ბრწყინვალება? ვერ ხერხდება შემოწმება და არ შევიტანე მოკლევის მასალებში ამიტომ. დაბრძანეთ. ბატონო პოლკოვნიკო. აბა გამოიცანით რა უდევს გულში. უბრალო რამ თქვენ ბრწყინვალება. ნიკანდრო კილიას ოფიციალურად ეს საკითხი არ დაუყენებია, მაგრამ სიტყვიერად მოგვახსენა. და იმ მიზნით, რომ თუ როდისმე ძღვენის მიღების ფაქტი დადასტურდა, კილია საყუდურისაგან თავისუფალია. მე ბატონო ადრევე მოგახსენეთო. თუთაშხიას გარშემო ახალი ხომ რაფერია? გაფაჩუნება არის მისი. აგერ წელიწადი ხდება სადაცაა. არც არავის უნახავს. ტერორისტ ბუბუტეიშვილის დახმარებით მევახსებულა რომ გაძარცვა, მას შემდეგ აღარ ჩანს თქვენ ბრწყინვალება. უგზოუკლოდ დაიკარგა. ანიკლებ მოკლეს საცხაის ოხერია? ერთი წელიწადით ხვინწინ გიტრიალათ ნიკანდრო ბატონო. იმ ერთ წელიწადში თქვენ ბრწყინვალება 20-მდე ისეთი კაცი გადმოიბირეთ, ვინც მასპინძლობდა და მეგობრობდა თუთაშხიას. კაი ბატონო. თქვათ 10-მა კაცმა თვითონ უთხრა თუთაშხიას რომ გადამიბირეს და თუ ძმახარ აღარ მესტუმრო, მარა 10 ხომ დარჩა კიდევ. ისეთი მამაძაღლია აღარც ერთ სიახლოვეს არ გაეკარა. ნადირის ალღუ აქვს თქვენ ბრწყინვალება.
და გველის შკუა. მაგაში გეთანხმები. მე ვახშის გაძარცვას პოლიტიკის სუნი აზრის. ესე იგი, ერთი წელიწადი არ გამოჩენილა. დიახ, წელიწადია თქვენ ბრწყინვალებავ. აბრაგის ხვედრი ბოლოს და ბოლოს სახრჩობელა დევრის ტყვია ანგამცემის ხანჯალი. მაგრამ დათა თუთაშხია ჩანს განგების რჩეულია და მისი ბედის წერა ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით არავითარ კანონზე მიერებას არ ემორჩილება. აქ დაჟინებული მეთოდური მუშაობა საჭირო. ახლა რას გეტყვით, იცი დათავადანო? ჭრილობები შეგიხორცდათ ორთავეს. და ნუ მიწყენდა რომ მიდიოდეთ ის დრო ასწორეთ. თქვენი სანაკაცების მასპინძლობას რაჯებია, მარა 1000 ჯურის ხალხი დადის ჩემთან მალამოსათვის და არ გაწრეს ღმერთი, არ გიცნოს ვინმე, ან შენ, ან მოსე. წამალს მოგცემთ, ნუ გეშინიათ. ერთ კვირაში სტამბოლის კაჟივით იქნებით. კარგი. ჰაშენჯი. ხალხზე მადლობის მეტი რა გვეთქვის, მარა თუ რეაქცია ყურადღება დათავადონა. თვითონ როგორ გავს ვირთხას? ვირთხას? ეს ჩვენი კურნალი თორიაა, გვარა და თორიების საგვარეულო ხელობა. ვირთაგვა ჭამიების, კაცი ჭამიების გამოყვანა. ხომალზე 1000-ობით ვირთხა რომ იყო ერთი მაგისთან აგაერიოში. ზოგს დაახჩობს და შეჭამს, დანარჩენები თვითონ გადახტებიან წყალში. გამიგონია ეგ, მაგრამ საინტერესოა ძალიან. როგორ ახერხებენ მაგას? ასეთი წესი აქვს. სახსუკა რომ კაცი არ ჩაგიხედავში? არა? წამოდი, გიჩვენებ. ორდაირად შეიძლება კაცი ჭამიას გამოყვანა. შიმშილი და სიმასხი. ჩასვამენ 7-დან 9 ვირთაგვას სარიელ კასრში და არ მისცემენ არაფერს წყლისმეც. სიბნელეში უნდა იყო. სიბნელე თუ არ იქნა ისე, არ გამოიძდება კაცი ჭამია. კასრი რკინის უნდა იყოს. თუ არა, რომ მოშივდებათ, გაღრნიან და გაიქცევა ყველა. არ იხოცებიან მშივრები? არა, ყველაზე მეტად რომელიც დასუსტება შიმშილით, იმას შეჭამენ ვირთაგვები. ასე მიყვება საქმე. სანამ ერთი არ დარჩება შიგ. ის ერთია ვირთაგვა ჭამია. მაგრამ რანაირი სარფიანი საქმეა თუ იცი? მე ხომალდები 50 თუმანს იძლევიან თითოში. შეხედე? სიმაზღრით რომ თქვი? ისევია, მაგრამ ერთნაირი საჭმელი უნდა კონდეს თავსახლელი. გოცინითი, ჭამენი სოხრები, გასუქთებიან. მერე ყელში რომ ამოუვა და ვეღარ ეკარებიან, მაშინ უნდა ბოლში კაი გამოყვანილი შაშხის ტყავის ჩაგდება შიგ. ტყავი მაგარია. ვირთხა კი არა ღორი ვერ დაღნის, მაგრამ ნამეტანი მიბზიდველი სუნი აქვს. ღონიერ რომელიც გამოდგება ის დაეპატრონება პირველად იმ ტყავს და ატყდება ომი. არამე და არამეო. შეჭამენ ერთმანეს და ბოლოს რომ დარჩება, ისაა კაცი ჭამია. რეაქნა საწყალმა თორია. სულ ვირთხებთანა, სულ კაცი ჭამიებთან. მათი ცხოვრები ცხოვრობს და დაემსგავს ადამიანი ვირთხას. ადამიანი მოსე შენ რაც ხა უკეთესი ხომ არ გონია?
ის ადამიანი. Baba, გადის სტუმარია მიხედე. ახლა ბაბა. გამარჯობა დათაბი. გაგიმარჯოს. ისი ეს ხენები? ბოდღო ყვალთავას და მისი ორი კაცი. შენ ფანქარი მოგიტანე, კარგი წესიერი ფანქარი. მადლობ დათაბიძე. ქაღალდი გაქვს კიდევ თუ გაგითავდა? გამითავ. არაფერია, მოგიტან კიდევ. თქვენ არ მომატყუებთ დათაბიძეა, მამა ჩემია რომ ატყუებს ქუთაისში დაგიყვან და გიმნაზიაში გასწავლია. გამარჯობა მამა. გაგიმარჯოს დათაშვილი. დაბზანდი. აგი. დიდი ფული აქვს მაგას დიდი. ხო და მოემსახურე კარგად ჩულო და გაჩუქებენ გვარიანად. ახლა ამათ მიხედე. რა მოგარცევთ ბატონო? მოდი აგრე გოგო. ახლა ბატონო მიხედავ სტუმრებს და გიახლებით. არ გეყურება გოგო შენ რას გელაპარაკებია? კიკუ დეიცადე პატარა ხანს ხალხია მაგენით. რა იცი შენ? კიდევ ერთი დოკიღვინო მოგიდანე ჩვენ. ვინა გოგო ის კაცი ბერტან? არ ვიცი ბატონო. ერთი დოკი მაგათ მიერ. კი ბატონო. ყველი მოგიდანე კიდევ. ამაღამ ხომ მოიწვინებთ აქ? მაგინც თუ მოგირდებათ, მაგერი ერგისწრება შენ. კიკუ. მოდი აკოვაშე. აიღეს. ყველაფერი წაიღე. ღვინო და ყველი დადოვა. გადაგვიწმინდა მაგიდან. შერცხვა კიკუ. შერცხვა თუ არა ის მყავს. ღვთისმშობელი. ხუთმანეთად აქვე გაშიშულდება თუ კი? აი ახლა ნუ ლაპარაკობ მაგას. არ იცი შენ. ო, პატარა ხარ ჯერ. ქალს ფარა ანაღე, ფარა. ყველაფერს აქნევიებ. უჯიშოა ქალი. უჯიშო, მოკლე ფეხები აქვს. დააკვირდი და ნახავ. დაარიგე ახლა თუ არიგებ. დავარიგე ბაბარასვიზა. მოკლე ფეხები. კი, მოკლე. კაცზე მოკლე ფეხები აქვს ქალს. აბა ქალის ფეხსაცმელი მაღალი ქუსლით მოგონილი რატომაა? ფეხს აგრძელებს და მიტო. ოღონდ. გაი, შენი 20 მანეთი. დაარიგე. მაგრამ მეტის მეც ნუ იზამ, თუ არა აღარ შეგარჩენი წოდა. დაარიგეთ და მოალახლავე. რატომა ჩემს გამოგზავნილ ღვინოს რომ ასვამთ? წვენის მადლობელი ვართ ორივე. მაგრამ მე ვერ იდები ღვინოს არ ვსვამ.
რატომ არ სწავლთ მეთქი? ვიკითხე აქ მე. ვინ ხარ შენ? მე მეკითხებით? შენ, აბავის. გზავრი ვარ. ბოთხო მოდი აქ. ფული მომეცი ბოთხო. ჩემი ფულიდან 100 თუმანი მომეცი წავაგე. აგერ ნახე თუ არ გაიხდის 5 მონეტად. გიგო. მოდი აქ. აშენ თუმანი. აი ეს თუმანი ოქრო შენი რომ იყოს ხო გინდა თუმანს მამა შენი თვეში ვერ მოიგებს ახლა ერთი წუთით გაიხადე შიშველი დამენახე ერთი წუთით ხოდა შენი იყოს ეს თუმანი რაც არო მაკეთ ბარცხენი ამხლა ვინ გითხავს ხლაპო შენ ვისაკრეშია აჯაჭი ახლა ნუ მაშინე თუ ღმერთი წამ გიგო მოდი ბაბა ლეიბები წაი კარგი ახლა გეყოფა შენს არც მე მჭირდება ყურო შიშველი კი ყურს ნახვა მაგრამ ყველა კაცმა თავისი საქმე თვითონ იცის და ხელი არ უნდა შეუშაო გიგო აშენ კიდე თუმანი ეცოტავება კიდევ შენ თუმანი და გაიწერე ვითომ რიონში ბანობისე და ბუჩქებიდან გიყურებს ვინმე შენ რომ არ იცი ისე მართლა გათახსირებული ყოფილან ეს კაცები. შვილო ჩემო, წერილარს. უკე თუ თვალის შენი მარჯვენა გაცთუნებდეს შენ, აღმოიღეიგი და განაგდეს შენგან, რამე თუ უმჯობეს არს შენ და რათა წარწყმდეს 100-თა შენთაგანი, ვიდრე ყოველი გვამიშთავარდეს გენიასაში. ხმა ჩაიწვიდე, ბებეროთ არა დაგავიწყე, არ თქმა და სახარება. რა თქმა მაგბაბუამ ბოთხო? თუ ხედავ თქვენ რაში ყოფილა საქმე. აგერ ამათი ცხენია კიკუს და არ გაიხდეს, აბა რა იქნება? მიბრუნდით. რას მომსტერები ხართ? მიბრუნდით ახლა ზურგით. მოღურია მაჩი. მიბრუნდით ახლა ზურგით. შენ არ გესმის რას გელაპარაკებიან? მობრუნდი აქეთ. არავის საქმეში არ ვერევი მე. არავის საქმე არა, საით ვიყურები და საით მიბრუნდები.
მოგარებლებო გასკასტერებულ ხარ ბიჭო რაფთინე გაიხტის მაფთინე მაგფულად ბათის პოლიცმეისტერი გაიხტის ბიჭო ბათის პოლიცმეისტერი არაფერი რასაც გალები აკეთებენ კაცებთან ხო მოხა წამოდი ჩემთან წამოშენი ჭირიმე წამოდი ჩემთან წამოგიგო წამოშენი ჭირიმე წამოდი დათათუთაშია ნამუსიანი სამართლიანი კაცის სახელი გავს ამ ბოროტებაზე რას დადუმებულ ხარ ადამიანი იღუპება არა ეგ ჩემი საქმე არაფერი არაა ჩემი საქმე რაც მე არ მეხება მე ეგენი არავინ არაა ჩემი ჩარევის ღირსი შევა კიკუ მაგასთან რომ ჩავერიო არ შევიდეს იქნება მაგრამ მოარესწრებიან მე ვიცი მეს გავათავე ეგენი მე მივდივარ მე ლაჩარი ყოფილხარ ლაჩარი ვინც ღმერთს განუდგა ვინც კაცთათვის არ აღასრულა ის რისი აღსრულებაც ძალუძდა ვინც ღვთისშვილს განსაცდელში ხელი არ გაუწოდა იგი ლაჩარია მან თავისი თავი მარტოობისათვის გასწირა თუ შენ არ გინდა კაცნი არც კაცთა უნდი ხარ შენ და ხვედრი შენი მომწყდეული ნადირის ხვედრი არის მართალია ეს მომჭერი თავი და დავიღუპე კაცი იგუ გამოდი გარეთ ახლავე მიხედეთ მაგ ძაღლიშვილს არ შემომივარდე საფთვარა დავაკორებ ხორილით მომჭერი თავი თქვენ ძაღლიშვილებო გაეთრი ახლავე გარეთ ეხარო მანდინად შემალახო რა ვთქვი მე რა თქინდოდა ეს ლახა საქმე დადაბიძია ნუ წახლა დადაბიძია ბიშველი რამე და წავიდი აქედან მე დადაბიძია გამაუსი ჩემი შვილი ბეძაღლის შვილებო აეძო ოპლა ბაბა ფული ბაბა ჩიხიდე ბაბა ბევრი ფული
თუ დაშხია შენს კისერზე იყოს ჩემი ოჯახის სოდვა უკურე მაგას შენ ცხენები მიყარ ჩვენი სად მიყავს ცხენები დადა თუ დაშხია დადაა ჩვენი ცხენები თორემ ხარა გესმი ჩვენ დურუს რო ესვრით ის კაცები ხარ მე რო ესვრით ის კაცები არ ხარ უმაგო მამაც აღლებო ჩვენ პოლკოვნიკის სახნიევი უკვე 3 დღეა თბილისში ბრძანდება განა ნორმალურია რომ შეფის ჩამობრძანება ჩვენთვის მხოლოდ ახლა გახდა ცნობილი რა თქმა უნდა რა თქვენ ბრწყინვალებაო მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს მაგას მისი პიროვნება თქვენთვის როგორც ჩინით ისე თანამდებობით სერიოზულ ფიგურას არ უნდა წარმოადგენდეს თუ მხედველობაში არ მიიღებთ იმ ფაქტს რომ ბატონი პოლკოვნიკი დიდი თავადის ნაცვლად ბრძანდება გამარჯობათ ბატონებო თხოვთ მაშასე დავიწყოთ ბატონო პოლკოვნიკო ბატონო ზარანდია რა ნათესაური კავშირი გაქვთ ყაჩაღ თუთაშხიასთან დედამისი და მამა ჩემი ღვიძლი და ზმანი იყვნენ მაგრამ მაქვს პატივი მოგახსენოთ რომ დათა თუთაშხია ყაჩაღად გავარდნის შემდეგ აღარ მინახავს და არც ვაპირებ მის ნახვას თუ ამგვარი რამ ჩემმა სამსახურებრივმა მოვალეობამ არ მოითხოვა მე ცალკე კითხვათ მქონდა მართალია თუ არა რომ თქვენს მიერ კონტრაბანდისტათვის დაპატიმრებული ებრაელის ნათესაებმა თქვენს მეუღლეს საჩუქრად მიართვეს 7000 მონეტად ღირებული ბრილიანტის საყურეები სრული ჭეშმარიტება ის ოპერაცია ჩვენ ჩავატარეთ მაისში გამოძიების დროს ებრაელის ნათესაებმა ქრთამი შემომთავაზეს თვით შემოთავაზება მოხდა ისეთი ფორმით და ისეთ სიტუაციაში რომ ბოროტ განზრახვაში მათი მხილება ვერ მოხერხდებოდა 3 დღის შემდეგ მათ ხსენებული საყურეები ჩემს მეუღლეს შეაჩეჩეს ერთი კვირის შემდეგ კი ქუთაისის ნოტარიუსმა შეადგინა ქაღალდი რომელიც ჩემს მიერ საყურეების დაბრუნების ფაქტს ადასტურებს ბატონო ზარანდია თქვენ ალბათ გესმით რომ ჩვენი თათბილისის ასე ვთქვათ სახამუშო ნაწილი აუცილებელი ფორმალობა იყო მესმის თქვენ მაღალ აღმატებულება იმპერიის შინაპოლიტიკური მდგომარეობა მოითხოვს თვითდინებაზე მიშვებული საქმეების დაუყოვნებლივ დასრულებას ცნობილია რომ ამჟამად თქვენს ტერიტორიაზე მოქმედებს დაახლოებით 20-მდე ბანდა და მარტოხელა ყაჩაღი. მათი ლიკვიდაციისათვის ჩატარებულ ღონისძიებებს სასურველის შედეგი არ მოაქვს. რით შეიძლება აიხსნას აღნიშნული მდგომარეობა? ბანდიტს აქვს დასაყრდენი, მოსახლეობის თანაგზნობა და მხარდაჭერა, რასაც ჩვენ სავსებით მოგლებულნი ვართ. და კიდევ ჩვენი მხრიდან ბრძოლაში მონაწილეობენ უნიჭო მარტივი გონების ადამიანები მაშინ როდესაც თუ ყაჩაღი მოუხელთებელია ეს ნიშნავს რომ იგი ნიჭიერი და მამაცი პიროვნება გრაფი სრულიად მართალია დიახ მეც ასე მგონია საგანგებო რწმუნებებია საჭირო მისი იმპერატორობითი უდიდებულესობა მეფის ნაცვალს ამაზე უარს არ ეტყვის რაში გამოიხატება ეს საგანგებო რწმუნებები მეფის ნაცვალს უნდა მიენიჭოს უფლება შეიწყნაროს ყაჩაღის წარსული ყველა დანაშაული და შეირიგოს იგი რა სიტყვის ბატონი ზარანდია ილაპარაკეთ მისი ბრწყინვალების დებულებები პრაქტიკულ საქმიანობაში ასეთ სახეს მიიღებენ ჭკვიანურად შეთხზულ
მაკომპრომიტირებელი ხმების გავრცელება, რომელთა შედეგად საქმე გვექნება სახელგატეხილ ბოროტმოქმედთან და რა გმირთან. ასეთიან თავისნები ჩაგვბარდებან მითავაზებულ შემორიგებაზე დაგვთანხმდება. შემდეგ შემორიგებულის გადმობირება და ყაჩაღებთან საბრძოლოდ გამოყენება. მეთოდი ახალია, იმდენად მაინც რომ იგი ჯერ ჩვენ არ გამოგვეყენებია. და მისი სპეციფიკა თავისთავად მოითხოვს ბანდიტისთან ბრძოლა დაევალოს მხოლოდ ჟანდარმერიას. დაახლოებით ასე მესახება ბატონი პოლკოვნიკის დასკვნაში არსებული მოქმედების პროგრამის არსი. ბატონებო, ადგილზე საკითხის შესწავლის შემდეგ ვითარება ჩემთვის სრულიად ნათელი გახდა და გეგმაც დაისახა. ვიმედოვნებ, რომ იგი მოწონებული და განხორციელებული იქნება. ჩემი მხრივ გვპირდებით, რომ კავკასიის მეფის ნაცვალი საგანგებო რწმუნებებს მიიღებს. და უახლოეს დროში. გთხოვთ დაასახელოთ კანდიდატურა, რომელსაც უშუალოდ დაეკისრება ამ გეგმის შესრულება. თქვენო ბრწყინვალებო, დაასახელეთ თქვენი კანდიდატურა. საგანგებო დავალებათა ოფიცერი ბატონი მუშნი ზარანდია. ხარს გუჯერ. თანახმოვარ. მოამზადეთ წერილობითი წარდგინება. იმედი მაქვს, რომ თქვენს უფლებებსა და მოვალეობებს თქვენს მამიდაშვილზე, ყაჩაღ თუთაშხიაზეც გაავრცელებთ, არა? რა თქმა უნდა, თქვენო ბრწყინვალებო. გამოგიტყდებით ერთგვარი აზარტით, ღირსეული მოწინააღმდეგე. გმადლობთ. ბატონებო, თათბირი დამთავრებულია. მუშნი ბატონო, ყაჩაღობასა და აბრაგობას ბოლო უნდა მოეღოს, ცხადია ეგ, მაგრამ ამის თქმა პირველი არაა და დავი ნიკანდრო ბატონო, დავი. პოჩი, თორია რომ არის ერთი, იცი ხო? ლაზარეთის პატრონი და კაციჭამია ვირთაგვები რომ გამოყავს? კაციჭამია უნდა გამოვიყვანოთ ჩვენს. კასრი უნდა მაგას. შკინის ჯობია. ეს ქვეყანა კასრი არა, ნიკანდროქილია, ხო? კაციჭამია იმით გამოდის ვირთაგვების სამყუდროთ რომ შეებრძოლებიან ერთმანეთს. ხო და სამყუდროთ უნდა წავყიდოთ ეს კაცები ჩვენს. მესმის მგონია რაღაც. ირინე! ბრძანეთ ბატონო? სარჩიმელიას გვარს რომ ლაპარაკობდა ნიკანდროპოლიცმეისტერი, რა იყო ის? მე ველაპარაკებოდი მას. რაჟა სარჩიმელიას დათა თუთაშხიასთვის საყვარელი რო წაურთმევია, იმას უყვებოდი. რა შეკაცო, რა ვაგრევია ყველაფერი. რომელია მაქალი? ამას რომ ამბობენ ერთს, გვარად პეტია ამგონი. ის წაართვა, ხო? სა რომ ლაპარაკობთ. სინგლიანი რაჟა სარჩიმელიას სასართმევი საყვარელი სათყავს დათა თუთაშხიას. არ დაიჭეროთ, სიცრუე იქნება ნამდვილად. რატომ ვითო? თოფი და მაუზერი არც რაჟას სარჩიმელია მიცის თუთაშხიაზე ნაკლები. თოფით და მაუზერით არ თვენა შეკაცო საყვალებს, ა? მეტის მეტად თარშიყი მამაკაცი და დაუდგრომელი დედათ მავალიაო, გამიგონია რაჟა სარჩიმელიაზე. რა იცი შენ, წაართვა თუ არ წაართვა? რაზე გაიჩენდა სარჩიმელია დათა თუთაშხიასთან ამტერს? ქალის მეტი რა ქვეყანაზე? ტრობაზე თუა? ოჩამჩირეში ხალხის გაძარცვის ამბავი გაგებული გექნება შენ. მას შემდეგ დათა თუთაშხიას მოსაკლავი ტყვია, მაუზერიდან არ გამოუღია სარჩიმელიას, მაგრამ მოსაკლავად რომ ვერ მიუდგა ალბათ. ბეჩუნი პერტია შეუცდინა მაშინ. მე ვარ კალბატონი ულიტა. დილამშვიდობისა დათა. შედობა მოგწეს. შემოგითვლია მნახოს. როგორ გაგიბედოდათ არ ვიცი. ბეჩუნიზე ჭორი თუ გაიგო რამე არ იქნება ის მართალი წოდე. გავიგე უკვე. მაგრამ ბეჩუნი არის ამ და მაგას არ მჯერანე. მარო ხუხია რომ აბებია ქალი.
იმასთან ვიყავი ამ ერთი კვირის წინათ და სულ რომ არ მიკითხავს და სულ რომ არ ყოფილა ამაზე ლაპარაკი. არა მკითხესავით მითხრა. რაჟა სარჩიმელიამ დათათო ტაშხიას საყვარელი წართა ბეჭვილი ბერდიაო. საიდან იცი თქვა და თვითონ გამომიტყდა. სარწმუნოა თქვა და მე თვითონ მოვაშორე რაჟას სიყვარულის ნაყოფიო. როდის იყო მაგ თქვა და გადაშალა თავის დავთარი და წამაკითხა. აგერ 10 ივნის იყო ჩემთანო. რაშია საქმე დათაიცი? 5 ივნის რომ მოვიდა ჩემთან. ბეჭვი თავის გუდუნათი 2 კვირა ცხოვრობდა ჩემთან და სახლიდან არ გასულა მაგ. რაჟაია წუპაკის დაყრილია მაგ ხმა და არაყვე ჭორს ამისთვის დალიძახე. რაჟა სარჩიმელიას მოგონილი არ უნდა იყოს მაგ ამბავი. დროა თუ უნდა და ჩემი ამდენი ხანი გავიდა მას შემდეგ ჩამისაფრდებოდა სადმე. სხვა ამბავია მანდ. წავალ თუ გინდა მაროხო ხიასთან ჩემოდათა და გამოვტეხო იქნება ვინ დაავალ ამაგას ამის ლაპარაკი. ერს ვითომ ლამაზია. ვიზია? რაჟა სარჩიმელიას ვიღაც მდიდარი ოფიცრისთვის წაურთმევია. ლუკაია, გაყოფაც მივდივარ. ამას ვისუტევ ბუდუ. ბუდუ და ლუკაია დაკავშირები იყვნენ. რაჟა სარჩიმელია მომიწებნე. უშნი ბატონო, დაბრუნდნენ ჩვენები. რაკნეს? ყველაფერი წესრიგშია. შემოიყვანე. ბიჭებო, შემოდით. გამარჯობა უშნი ბატონო. გაგიმარჯოთ. გამარჯობა. ბუდუ და ლუკა ნაკაშიევის სახელებით ვახსენეთ. ვახსენეთ, მაგრამ დაიჯერებს რაჟა სარჩიმელია მაგას. რას? ევტარპიაზე მიბარებული მისი ქონება რომ ბუდუ და ლუკა ნაკაშიევის აღებულია. კარგი, თავისუფლები ხართ. კარგად ზანდებოდეთ. დაფონდის. ლუკაია ნაკაშია სულელი ხშირად დადის ოშინ, მეუბნებოდი ნიკანდრო ბატონო. კვირაში ერთხელ საჭმელი მიაქვს ბუდუსთან. მოგახსენი ამას წინათ ავიყვან თქვა, მაგრამ არ ქენი შენ. სულელია და ვერ გავასამართლებთ მაინც. ლუკაიას უნდა დაუგდეს სადმე გზაზე. ხომ აიღებს? აიღებს რას ქვია? იარაღი ატაროს ამისთვის აბრაგობს ლუკაია სულელი.
მოდა ნახავს რაჟა სარჩიმელია მაგიარახს ლუკაიაზე და დარწმუნდება რომ ნაგაშიების წაღებულია მისი ქონება ევტერბიასაგან. სად არის ზარანდია? ნუხაშია, აჩაღებს დასდევს. დიდხანს დასდევს. პეტერბურგში გაჯავრებული არიან მინისტრიც და შეფიც. თუ პოლკოვნიკის ეხნიევი ჩვენს ყოველთვიურ მოხსენებას მინისტრსა და შეფს აცნობს, მაშინ მათი აღშფოთება გაუგებარია. გრაფ, იცით თუ არა რომ პოლკოვნიკმა სეხნიევმა მინისტრიც იცაცნობა რომ მის მიერ მშვენივრად წამოწყებული საქმის განზრახ ჩაგდებას ცდილობთ. თუ ხედავთ რომ პოლკოვნიკის ეხნიევი ყველას ერთად გვექცვის, ზარანდიას მე და თქვენს. ზარანდია 4 მაზრაში უკვე მიაღწია მიზანს, ამჟამად კიდევ 5 მაზრაში ერთდროულად აწარმოებს ოპერაციებს. შედეგები? ბრწყინვალე. 5 ბანდა მთლიანად შემოვირიგეთ, 4 თითო კაცამდე შეთხავდა. შემორიგებულთა საერთო რაოდენობიდან 15 კაცი გადმოიბირეთ და 8 ურჩი ბანდიტი მათი ხელით მოვსვეთ. შემდეგ ხილებული და გამოვლინებულია ბანდიტების 200 კაცამდე მფარველი და ხელის შემწყობი. ამას გარდა უკვე მოქმედებს ხმების გავრცელებისა და შეკრების საუცხოოდ დაყენებული სამსახური. ზარანდიამ ყოველივე ეს 3 თვეში გააკეთა. გრანდიოზულია. რა მაინტერესებს იცით? როგორ ახერხებს ყოველივე მაგას ზარანდია? მან ერთი შვანგირაძე უნდა იყოს, შემოვიდეს. ქენის ბრძანებით შვანგირაძე გამოცხადდა. გამარჯობა შენ შვანგირაძე. ხომხარ მაგრა. მადლობ ჩემო ბატონო. შვილები 2 ყავსა რა? ვაჟები. რამდენი სარენ ახლა? 16-ის არის 1 და 18-ის მეორე. ნავეტანი კაი და ჭკვიანი ბიჭები არიან მოშნი ბატონო. ხომ სწავლობენ? გიმნაზიაში. თქვენი თავი მოუშალოს ღმერთმა ჩემ შვილებს მოშნი ბატონო. კარგი, გაბრძანდი. საქმე შეუდგეთ. რაკედი? გავაკეთე როგორც მიბრძანეთ. გავავრცელე ვერსია. ლაპარაკობს უკვე ხალხი ბუშნი ბატონო. როგორ ლაპარაკობ? როგორ და თოდუებისას ვიტყვი ჯერ. თოდუების თქვი ჯერ. ახსოვს ხალხს 4 ძმა თოდუები, ბრიყვები და თავხედები რომ იყვნენ. კაცის დაჩაგვრა და დაჯავნა რომ უყარდა 4-ვეს. აქეთ მათი мама დოროთე თოდუა მეჯოგე, კაი, პატიოსანი, გარბაისელი კაცი. ხოდა იმას ლაპარაკობენ, თოდუებთან კარავში იყო ერთხელ თუთაშხიაო. აუხირდნენ რაღაცაზე ძმები აბრაგს და გალახეს ბოლოს. დოროთე თოდუასი მოერიდა და თუთაშხიას და არ შეუბრუნებია ხელი, მაგრამ წამოსვლის ხანს უთხრა იმ ბრიყვ ბიჭებს. მაგ საქციელით რასაც მოიწევთ, მაგას ვნახავ. გავიდა წელიწადი. შეიპარა თუთაშხია თოდუების ოდაში. ჯერ მათ დედას ნუცანაკაშიას მოუღობოლო მძინარეს. მერე 4-ვე ძმა სათითაოდ გამოჭრა ყელი, გაძარცვა იქაურობა და წავიდა თავის გზაზეო. ლაპარაკობენ ბუშტი ბატონო და ჯერათ. დურუძიგუას პლელობა და მისი კიკუს გაუპატიურება, თუთაშხიას და მისი კაცების ჩადენილია თქვა, ხმები რომ გავავრცელეთ მის მერე დაიჯერებენ, აბარა. ახლა მეორე. დაჯიქი. ნაკაშიები ხო იცი შენ? ბუდუ და ლუკა ნაკაშიები, ტერორისტები და პოლიტიკური ბანდიტები. ვიცი აბა, არ ვიცი მუშნი ბატონო. მაგ ბუდუ და ლუკა ნაკაშიები ნუცანაკაშიას გაზრდილები არიან. მამი და იყო ის მათი. მივაწყინეთ ხმა ნაკაშიებს, მამი და თქვენი და მამი და შვილები თუთაშხია მომწყვიტა თქვა, მაგრამ არ ჯერათ. რატომ? რატომ და იციან დურუძიგუას დუქანში დატრიალებული უბედურება თუთაშხიას ჩადენილი რომ არა. არ არის თუთაშხია, მაგის ფნელი. ჭორია ეგო. უნდა დაიჯერო. გახსენეს. აი ეს მუშნი ბატონო. ნუცანაკაშიას სამკაულებია და ხილაბანდის მისია. ჩქარობდნენ ალბათ მცარცველები და რომ ამოჟილდეს ეს ხალხი ასე გამონასკული დარჩეთ იქ. დოროთე თოდუაზე ადრე პოლიცია მივიდა იქ, იპოვეს ეს და აქ მაქვს მას მე. საწოდავი ნუცანაკაში ატარებდა ამ სამკაულებს. ახსოვთ მის გაზრდილ ძმის წულებს, ბუდუ და ლუკა ნაკაშიებს ეგ სამკაულები.
მერე მუშნი ბატონო, მერე. ცარიელი ახლა სოფელში თუთაშხიების სახლი არავინ აიქ. ეს სამკაულები ასე ხილამანჩი გამოხოვლი თუთაშხიების სხლენში უნდა გადამალო შენ. ვინმე ფრთხილი კაცი იპოვე არავინ დაინახოს. ხვდები რამეს? ხვდები აბა არ ხვდები მუშნი ბატონო. პოლიციელი მყავს ერთი, ხენტორ კუპრავა. იმას ვათქვევინებ ვინმე ისეთთან რომ ნაკაშიებს მიუტანოს ამბავი. მამიდა თქვენი ნუცას სამკაულები თუთაშხიების სხლენში ნახეს თქვა. ვინ ნახაო რომ იკითხონ? ვინ ნახაო რომ იკითხონ აბა? სახურავი რომ გამოაცვლევინეს თუთაშხიებმა იმ ოსტატებმა ნახეს თქვა. კი, იმ ოსტატებმა ნახეს მუშნი ბატონო, აბა ნახავენ ნაკაშიები კუპრავას. დაუდასტურებს კუპრავა და ნამეტანი ჭკვიანი კაცი ხარ შენ შვანგირაზეა. თქვენი თავი ნუ მოგვიშალოს მუშნი ბატონო, მაღალ ღმერთმა. მოდი აქეთ უკაია. მოდი. აიღო. მოდი ხარ. აბასე. აბასე. დიდი. ადი. მართალი ყოფილა ბიჭო. მართალი ყოფილა, კენტორ კუპრავა. მართალი ყოფილა. მართალი ყოფილა ბიჭო, ხედავ. კენ სიზრდავ, დადა თუთაშხია. ხედავ. დაგიტირებ, დადა თუთაშხია, დედას. თივა იყო, თივა. ბუდუია მიდი. Come on, bicho. Iki tane şefik gitti ya. Mau gidelim. Mau gidelim, çıkar araç o. Mau gidelim. Tabii ki gidelim, bicho. Çıkar tabii ki gidelim. Video tamam diyor. მე ვარ. წინავს. გავაღვიძოთ. გაიღვიძე რაჟა.
გამარჯობა თქვენ დათაბადონო. მაგრამ ორი დღე ღამეა ველოდები აქ და წასვლას ვაპირებდი რომ არ მოსულიყავი დღეს კიდევ. პირისპირ ლაპარაკი მინდა მე. დათაბადონო. გზიდან გადაყვანილი ხალხის საქმეში მართალი არ იყავი შენ. მაგრამ გულში არაფერი ჩამიდვია მე. არც ისა მართალი ჩემზე რა ლაპარაკობენ. ბეჭუნი პარტიასთან საქმე დაიჭირაო. ერთმანეთის პრობა არც ერთ არ მოგცემს ხელს. მტერი ყავს ორივეს ერთი. და ორივე ერთად რომ მივაკითხავდეთ, აჯობებს მგონია. დათაბადონო, სახყარი გადაგიწვეს ნაგაშიებმა და თუ გიპოვეს, მოკლან იქნება კიდევაც. ფული მქონდა მიბარებული ერთგალთან. წაიღეს ნაგაშიებმა ის. საიდან ის მათი წაღებული რომ არის შენი ფულები? ნახე ჩემი თვალით. ლუკა იაშტერს უკეთია ჩემი ძვირფასი თლებით მოჭედილი კამარხანჯალი. იმ ქალთან მქონდა მიბარებული ის კამარხანჯალით. შენ გონია ნაგაშიებს მე მოკლავ და მითხი პატი რომ გელის მათგან ვითომ გადაურჩევ იმას მას ეს მოხდეთ იქნება მაგრამ შენზე თოდუების ამოწყვეტას რომ ამბობენ მაგის შენს კესერზე დარჩება ყველასათვის თუ არ იმართე თავი ნაგაშიებთან დათაბადონო შენს მეც რაგას დაუჯერებენ ნაგაშიები ამაღებინე ის ფული და ნახევარი შენი იყოს წადი ახლა შენ გზაზე რაჟა ვიზიკო ერთი კაცი მოფიქრებულია ეგ. ყველაფერი ერთმანეთს გავს. მასე. ასეთი კაცები ხელმწიფის სამსახურში რატომ მიდიან? მაცოდინან ეტავი. ჩქუა ვერისთვის მიოცია ღმერთს, მაგრამ რას მოახმაროს ის ჩქუა ამის გაგება ცოტასთვის შენი ცხოვრებას რომ იწყებდი რანაირი იყო მაშინ შენი გაგება? საშოვარი და შოვნა. მერე? მივხვდი არაფერი რომ არ იყო ესაც, მაგრამ სხვაც რო ვერ ვნახე უკეთესი საქმელი, მივყევი ბოლომდე. ვინახე ნაშოვარი და ვარ ასე, აგერ 100 წლის შეიქნები მალე. კაი ჭამე, კაი ვსვი, კაი ჩავისვი და დავიხურე ვითომ, მაგრამ მეორე დღეს აღარ მახსოვდა ის. რა მახსოვს იქიდან ახლა თუ იცი დათა. ერთხელ მარტვილის ბაზარში თხაყავდა გამოყვანილი ბის, დაძენძილ დაფლეთილი იყო სულ, დედაბერი ევაჭრებოდა ვიღაც. ზუზუთა ბავშვი, ობოლოხერი მყავს, მისთვის მინდა მაგ-თხა. დედაშვილობა სამაბაზად მომეცია. არაფრის გულისთვის არც მომდავიჭი. მე იაფად ნაყიდ შოხას ვყიდი ერთს. ვაჩუქე იმ ბის ის ჩოხა. მისი დაუჯერებლობა გაკვირვება და სიხარული მახსოვს. ახლაც მაქვს თვალებში. კიდევ ის მახსოვს, ჩოხა რომ ვაჩუქე, მისცა ბიჭმა დედაბერ თხა სამაბაზად. საადე მაგმე ბევრჯერ ვცადე მაგმე იცი შენეს მერე ისაც შევაცი მან გამხადა სწორედ მე თუ არა სხვას გახადა მაინც რომ არ ჩაგეცვა მისთვის გახთა თუ აქ ხდებოდა თან შენ და ან იმ სხვას არ მიფიქრია მაგაზე. იმედია ჩემი წინასწარი ვარაუდი გამართლდება. ესე იგი ჭანტურების ლიკვიდაცია, სარჩმელიას გადმობირება ჩვენ სამსახურში და თუთაშხეს კომპრომეტაცია. დიახ.
თქვენ რატომღაც დარწმუნებული ხართ, რომ ამ დავიდარებაში თუთაშხი არ დაზარალდება? რა ვიცი, შეიძლება. მაგრამ ოპერაციის შედეგების განზრახვაც ძნელია. შეიძლება თქვენი მამიდაშვილი მოკლა. სხვა დანარჩენი კი ყველაფერი ძველებურად დარჩეს. ვერ მოკლავე. რა, მისი ვარსკვლავის ამჯერად? გონიერებისა. ივან ანდრეიჩ. ერთი სათხარი მაქვს. ბრძანეთ მუშნი. ზურაბაშვილის საქმე თუ გახსოვთ. მეფის ნაცვლის მოკვლის მცდელობა? ტერორისტი ზურაბაშვილი? ცოცხალია? სახანიზეა კატორღაში. თუ გახსოვთ ამ საქმეში მისი საცოლე, ქალბატონი თიკო ორბელიანი გადიოდა. მახსოვს და წარმოიდგინეთ, აქამდე ვერ გამიგია ციხეს როგორ გადაურჩა. უკეთესი იქნებოდა გეკითხათ, როგორ კი არა რისთვის გადავარჩინეთ. რისთვის გადავარჩინეთ? გვინდა გამოვიყენოთ. მას რასაკვირველია ბევრად ურჩევნია სოფლად წავიდეს მასწავლებლად, ვიდრე ციხეში ჩაჭდეს. ვის გინდათ მიუჩინოთ? აბრაკ დათა თუთაშხიას საყვარელს, ბეჩუნი პერტიას. გმურად დავაყენებთ მასთან. კიდევ ერთი მეთვალყურე. ივან ანდრეიჩ, რა შემთხვევაში შეიძლება კაცი იმდენად ერთგული იყოს თავის საყვარლისა, რომ 7 წლის მანძილზე დადიოდეს მასთან. მიუხედავად ყოველწუთ სიკვდილის საფრთხისა. თქვენათ ესავს გულისხმობთ? დიახ, დათა თუთაშხიას. როგორც ჩანს, ერთგული ბუნების კაცი ყოფილა. სხვა არაფერი. ახლა სხვა მხრიდან შევხედოთ საკითხს. მართალია ბეჩუნი პერტიას ქმარი თავის ვაჟიშვილის დაბადებას მოესწრო. მაგრამ თითქმის დარწმუნებული ვარ, სიკვდილამდე დაახლოებით 1 წლის მანძილზე ცოლთან არავითარი ურთიერთობა არ შეეძლო. ძიმე სცენით იყო შეპყრობილი. მაშ როგორ გაჩნდა ბავშვი? ესე იგი თქვენ ფიქრობთ, რომ ის ქალი ქმრის სიკვდილამდეც თუთაშხიას საყვარელი იყო? ნამდვილად. ვისგან ეყოლა ბავშვი? თქვენ ამის გაგება გსურთ, არა? დიახ, ივან ანდრეიჩ. მაგრამ მომავალი აგენტის გადმობირების ოპერაციას თვითონ ვერ ჩავატარებ. ქალი იქ უნდა იცხოვროს. ხომ შესაძლებელია, რომ ჩემი სახელი ამოტივტივდეს? დაუშვებელია. თუ შეიძლება თქვენი სახელით გაუგზავნი უწყებას ქალბატონ ორბელიანს. მოვიდეს. აი ეგ იყო ჩემი სათხოვარი, გმადლობთ. Ila, es geht. დამტარბია, ა? რაჟა სარჩიმელიას ურფასი თვლებით მოჭედილი ხამარ-ხანჯალი და ფულები, ა? აა? უდუია, რაზმოდიელოს ეს ხორიშვილი, ა? რაჟები, კაცო! რაჟა, ხაგიში! გადაგორი რა მე არშალამა! აგერბატონი ნიგანდრა. დაგაშიების საჭურველი. ჩავხოცე მდინარეში. და რაობდნენ იქ. მოვედ თქვენ სამსახურში. ხომ შემომითვალე გამოდიო.
და ჯეკი აქ. მობრძანდი, ჩიკო. წუხელის ბეჩუნი აივნიდან ფეხის ხმა შემომესმა თითქოს. ხიზელი ძილი გწოდნია, თიკო. ჩემი დათა იყო. ბედნიერი ქალი ხარ. ბედნიერი? 7 წელია გიყვართ ერთმანეთი. აქ ყოველ მოსვლაზე სიკვდილი ელის და მაინც მოდის. რა ვქნაწი? ასე გვარგუნა ბედმა. გუდუნა დედა? ამოდი. მოვდივარ. მოდი, არ დაგაგვიანდეს. დავიდე. ქალაქიდან იმდენი საინტერესო წიგნები, სურათებიანი წიგნები. დავჭდებით და ერთად წავიკითხოთ. შენ ხომ გიყვარს სურათებიანი წიგნები? თიკოია ინდაური, თიკოია ინდაური. დაიკარგე აქედან. დაიკარგე აქედან. რა გაგვინა თუიცი? თუ კოლია შენი დათა თუ დასხიასი ვერშინია მე? კი გეშინია, კი. ბარდღუნი ეს საზღარო. არც მეშინია და არც ხათრი მაქვს მისი. უღურია მაშინ. არავის არ აქვს მისი ხათრი. შენ მადათა თუ დასხია. თოდუები და მათი დედა დაღოცა. შენ მადათა თუ დასხია დურუმე დუქნე მოკლა და მისი ქალი კიკუ გააუპატიურა. შენ მადათა თუ დასხია ბარდღუნი აბრიყო. ლელია შენი დათა თუ დასხია. აცათა და ქურდია შენი დათა თუ დასხია. რაჟაია სარციმელიას საყვარელი ხარ შენ ასია ეს. ლელია შენი დათა თუ დასხია. ლელია ქურდი და ბაღათა შენი დათა თუ დასხია. კიკუ გააუპატიურა შენ მადათა თუ დასხია. რაჟაია სარციმელიას საყვარელი ხარ. რაჟაია სარციმელიას საყვარელი. მორდუხაი ბატონო. როგორ მოიქცეს კაცი, როცა აღარ იცის რა ქნას და რა აკეთოს. რას მეტყვი შენ? მაგნაირი კაცებისათვის თქვენ სარწმუნოებას ყველაზე უკეთესი წამალი აქვს მონასტერი. სარწმუნოებაში მარტო ის მწამს და მომწონს ასეთი და ასეთი უნდა იყოს ადამიანი რომ წერია. დანარჩენი არ ვარგა იქ. საკვირველი ის არის სწორედ იმ უარგისი დანარჩენისათვის რომ შედიან მონასტერში ბერად. კაი საქმის საკეთებლად ერის კაცობრიობს. ნამდვილია ეს. არ შევდგები იქ. წავალ. სად? ისეთები და იმდენი მოხდა ჩვენს ახლომახლოს. ადრეს და ბოლო ხანებშიც რომ ვერ გამოვიტანე აზრი რა ვქნა და როგორ ვიყო მე. საკნელი რაც არის და რასაც ვეძებ იქნებ მე რომ მივდივარ იქ არის ის ნახვა უნდა ამას. მარტოხაი ბატონო 10,000 მონეთი მჭირია დღესვე.
თუ ვერ მოვედი ცოცხალი მოგჭემა ჭირი მაქვს ფულებმა თუ ვეღარ მოგისწარი ცოცხალს ისაკს დაუბრუნებ მაშინ თუ ვიცოცხლეთ მე და შენ ასე სამი თვე მაინც არ დაგეკარგება იცი შენ